საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღევანდელი პროგრამა სამ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილს მე საგანგებოდ მოვიყვანე დღეს სტუმრები, რომელთანაც ერთად ვისაუბრებთ ხვალინდელ თემაზე, ანუ ხვალ 2 საათზე. ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გაიმართება გარკვეული აქცია. ეს არ იქნება საპროტესტო აქცია, ეს უფრო სწორად ყურადღების მისაქცევი აქცია არის იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საერთოდ ჩემს საზოგადოებამ რაღაცნაირად არა მარტო ხმა უნდა აიმაღლოს იმასთან დაკავშირებით, რომ პირატულ პროდუქციაზე არის საუბარი, რაც ხელს ძალიან უშლის როგორც შემსრულებელს, ასევე მეწარმეს და ასე შემდეგ. დღევანდელ პროგრამაში მე მოვიწვია სტუმრად კახა მამულაშვილი, პროდიუსერი, ასევე ქალაქის კულტურის ცენტრის შემდგენელი ბატონი დავით ოკიტაშვილი, მე შეიძლება შემისარო მისი რეგალია, მაგრამ მას ძალიან კარგად იცნობ და საშა კაცმანი, იურისტი, ასევე რადიო პროდიუსერი. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ხვალ ნამდვილად აი ესეთი დღე არის, რომ ფაქტიურად საქართველოში, კერძოდ რა თქმა უნდა თბილისში, ფაქტიურად პირველად ჩვენ დავიწყებთ არ ვიცი, ალბათ ბრძოლას, ხო? ბრძოლას აი ამ არასწორი მეთოდების მიმართ. და აღსანიშნავია კიდევ ის, რომ რა დასამალია ახლა პრინციპში, ხვალ რომ მე ახლა ქუჩაში გავიდე, შეიძლება ჩემმა არა მარტო კოლეგებმა, ბევრმა ახლობელმა მითხრა, რომ ბერიკა ახლა რაზე ალაპარაკი, როცა შენი არხით სიტყვაზე იყენებს ამ პირატულ პროდუქციას, ყოველ შემთხვევაში პირატულად შეძენილი არის ეს და აჩვენებს ეკრანზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არხმა გადაწყვიტა, რომ ხვალინდელი დღიდან ეს არ მოხდება და მხოლოდ ლიცენზირებული, მხოლოდ ის მუსიკალური ფორმატი გავა ეთერში, რაზეც არხს გააჩნია ლიცენზია. აი ესეთი დღე იქნება ხვალ. და თავისთავად ახლა პირველი კითხვა პროდიუსერთან, იმიტომ რომ პროდიუსერი ის ადამიანია, რომელიც დღე-დღე ფიქრობს, რომ რა შექმნას, როგორ შექმნას, მით უმეტეს ახლა მალე უკვე თაკო გაჩილაძის სასიგნალო ალბომი გამოვა და თავისთავად რაღაც გარკვეულ პრობლემებს შეეჯახებით ალბათ. რა თქმა უნდა, მე ამ პრობლემას უკვე შევეჯახე ლელას ამბობთან დაკავშირებით და მე ძალიან მიხარია, რომ ხვალე მე ვფიქრობ დაიწყება და აღარ დასრულდება, იმედი მაქვს ეს აქციები. სხვადასხვა ადრე იყო მცდელობა ერთხელ, ჩვენ მქონდა შეხვედრა გადამხდელთა კავშირში. სადაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები შევხვდით ბიზნესმენებს, ვილაპარაკეთ გლობალურად მთლიანად პრობლემებზე და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პრობლემასაც. მაშინაც შევთანხმდით, რომ უნდა გაკეთებულიყო აქცია, უნდა როგორც სოფლიოში ხდება ხოლმე, გამოსულიყავი, გამოგვეტანა ეს პირატული კასეტები და აგვემტრია, კარტოკით გადაგვიარა, მაგრამ ეს შეუულებრივად ისე როგორც ყოველთვის, ეს ალბათ მაშინდელი მთავრობის ბრალია. დარჩა ეს პრობლემა არ არის მარტო თქვათ მუსიკოსების პრობლემა. ეს პრობლემა მე ვფიქრობ, რომ ყველას ეხება. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის საერთოდ ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ხარეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს პროდუქცია, რომელიც ძალიან უხარისხოა, საერთოდ უნდა ამოიძირბოს. ეს ვიცი, რომ ძალიან დიდი პრობლემაა, მთელ სოფლიოში არის საერთოდ ძალიან დიდი პრობლემა პირატებთან ომი. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ერთიანად და ერთობლივი ძალებით რაღაც მინიმუმამდე დავიყვანთ ამ პრობლემას, რომელიც ყველაზე ძალიან მოქმედებს, რა ვიცი, როგორც ფინანსურად, ისე სხვა მიზეზების, ახლა ჩვენ გარდა დათოცი ლაპარაკებს, საშაცი ლაპარაკებს და სხვათა შორის წინა პრესპრესში ზუსტად საშამ დასვა ერთ შეკითხვა, ესეთი დისკებთან დაკავშირებით და იკითხა, რომ რატო ღირსო თქვა ლელას დისკიო 25 ლარიო და მადონას დისკიო 6 ლარიო. ზუსტად ელი პრობლემა იმაშია, რომ ლელას დისკი აი თუ გამოვიცვლით, აი რაღაც თვითღირებულება, აი ყველაფერს დავითვლით, გარკვეულწილად ეს ფასი უნდა ღირდება. მაგრამ მადონას დისკს რა ფასიც აქვს? ეს არის სასაცილო ფასი, იმიტომ რომ ევროპაში, სოფლიოში მინიმუმ რომ მოვინდომეთ გვეყიდა ეს დისკი ღირდა 50 ევრო.
ეხლა არანაირად არ შეიძლება მადონა დისკი გიდეთ, აი ძალიანია. ზუსტად ეს არის მთელი პრობლემა. არა, ამდენად არც არის ეხლა საქართველოსთვის ნახდათ. არა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ პრობლემას ამოძერკვით, ეს არის ზოგონია ძალიან პატარა პრობლემა, ეს არის სერიოზული პრობლემა, რა, ფალსიფიკაცია საერთოდ. ეს ხო ზოგადად უნდა მიმოვიხილო და არა მარტო ის, რომ კასეტა გამოდის. იმიტომ რომ თვითონ ის ადამიანებიც მიეჩვენენ, რომ სულს არაფერს არ აშავებენ, როდესაც ყიდიან აი ამ პირატულ კასეტებს. მე გეტყვით, რომ ეს ჩემთვის იგივეა, რომ აი თქვა ქურდი შემოვიდეს ჩემთან ბინაში, რაღაცა მოიყვაროს და წავიდეს და გინდა თქვა იგივე ჯიბეშიც რომ მიალია რა, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი წყარო, იგივე იმ მომღერლების, იგივე იმ მუსიკოსების შემოსავლის წყარო, რომელიც საერთოდ უნდა გააჩნდეს მას, იგივე თავისი პროფესიიდან გამომდინარე რა. უცხოეთში მაგალითად რა თლიანად მეტწილად იგივე პროდიუსერები მეტ აქცენტს აკეთებენ ზუსტად აი ამ თავისი გამოშვებული დისკების კასეტა საერთოდ აღარც იციან რა არის ამ დისკების რეალიზაციაზე. ეს რა თქმა უნდა ჩვენთან პრობლემაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად თავი უნდა მოებას და ძალიან მიხარია, რომ ხვალიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაებნება ამ საქმეში და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რა დღევანდელი მთავრობა, რომლის მთავარი მიზანი მაინც კანონია და მე ვფიქრობ, რომ მივედით იმ ეტაპამდე, რომ რაღაც კანონის წინაშე ყველანი მორჩილები გავხდით, იზეიმებს, რა ვიცი, ნახოთ, შევხედოთ. ნახოთ შევხედოთ, იმიტომ რომ ალბათ ესეც განსაზღვრია თუ არ არის უკვე განსაზღვრული, თუ ვის კომპეტენციაში არის. ანუ ვინ კურირებს სიტყვაზე აი კონკრეტულად აი ამ საკითხს. ნუ ეხლა სიტყვაზე გასაგებია დანაშაული როცა ხდება, ეს არის ალბათ ზუსტად იმ ორგანოების პრობლემა, სადაც ეწყობა, ხო, ეს აქცია. საშა, შენ როგორ ფიქრობ? ვიცი რა, მამუკა, მე მიმეჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა ეს პრობლემა რამოდენიმე სივრცეში მინდა რომ ჩვენ გავიხილოთ. პირველი სივრცე, მაშინ მე მინდა ეს პრობლემა განხილვა იქნეს საზოგადოების სამართლებრივ კულტურასთან არის დაკავშირებული ეს პრობლემა. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს თავისთავად უნდა გაუჩნდეს სურვილი იყიდოს ნორმალური პროდუქცია და არა პირატული. ეს მეტყველებს საზოგადოების სამართლებრივ კულტურაზე. რაც შეეხება ორგანოებს და კანონმდებლობას საქართველოს თანამედროვე საქართველოს არის მონაწილე საერთაშორისო კონვენციის, სადაც თითქოს და უნდა იყოს დაცული, ანუ ამ კონვენციის ინტეგრირება უნდა მოხვედრილიყო ჩვენს კანონმდებლობაში. კანონი საავტორო უფლებების და მომიჯნავე უფლებების შესახებ სამწუხაროდ არ არის მოწესრიგებული, არ შეესაბამება იმ რეალიებს, რომელიც არის დღეს ფიზიკურად. ფაქტიურად პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, ან პოსტსაბჭოური სივრცეს გულისხმობ, მე დგას მეორე ადგილზე მეკობრეობაში ჩინეთის შემდეგ. ანუ ფაქტიურად მე არა, საქართველოს პოსტსაბჭოური სივრცე, რომელშიც ფაქტიურად შედის საქართველო. ფაქტიურად ყველაზე დიდ ზარალს განიცდიან ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, მე ჩამოვთვლი სტატისტიკის მიხედვით როგორ არის, შემდეგ მოსდევს მუსიკალური ნაწარმოებები და შემდგომ კინოინდუსტრია. ეს არის ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო, რომელიც საქართველოში ფაქტიურად მოხდა მისი ლეგალიზაცია იმ კუთხით, რომ დღეს თქვენ აი მაგალითად იგივე თქვენ შეგიძლიათ ხშირ შემთხვევაში ერთ და იგივე გამყიდველს დახლის მარცხენა მხარეს უდევს ლიცენზირებული დისკი არის თუ კასეტა და მარჯვენა მხარეს უდევს მისი შავი კოპია, ხო? და ფაქტიურად ამ ორივეს თავისთავად აქ უკვე მნიშვნელობა ფასაა. რაც შეეხება საკანონმდებლობაზე ის დასახვეწია და მე მგონი თუ საზოგადოება გამოიჩენს ინტერესს იმისა, რომ ეს პრობლემა იყოს განხილული და ეს პრობლემა იყოს მოგვარებული და ეს ხვალინდელი აქცია მე მგონი ამის პირველი ნაბიჯია. არასოდეს ადამიანი არ იწყებს ეგრევე სირბილს, ჯერ იწყებს როგორც ამბობენ ჯერ დგება ფეხზე, მე იწყებს სიარულს და შემდეგ სირბილს. ალბათ ეს არის უკვე პირველი ნიშანი რეალური იმისა, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ინტერესი. და სახელმწიფომ უკვე თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და საზოგადოების ინტერესი უკვე დააკანონოს თავის კანონმდებლობაში. აი ფასი ვინ უნდა დაარეგულიროს, იმიტომ რომ იყო ერთი პერიოდი ჩვენს ქალაქში, მე მაგალითად მომიწია, ნუ ახლა ყოველდღე დავდივარ მუსიკალურ მაღაზიებში და უცებ შევდივარ ერთხელ მაღაზიაში, ვხედავ რომ ზუსტად იგივე პროდუქცია დევს და ყველაფერს ადევს ფასი, ნუ რაღაც სასწაული 20 ლარი, ის რაც ღირდა სიტყვაზე გუშინ 7 ლარი, დღეს დავინახე რაღაც ისე 20 ლარად ყიდიან და რა შეასაქმე, ესო ლიცენზირებული არის.
კი, გასაგებია, მაგრამ ნუ არ ვიცი, ზუსტად იგივე დისკს მე ახლა გუშინ 7 ლარად ყიდულობდი. დღეს თქვენ თავაზობთ 20 ლარად. ხო და რაღაცა მომეჩვენა თითქოს რაღაცა ეს ხელოვნურად იქნა ეს არ ვიცი ახლა მე საბოლოო ჯამში არც არაფერი არ გამოვიდა იქიდან იმიტომ რომ ალბათ არ გაიყიდა ის პროდუქცია იმიტომ რომ ხალხი მიჩვეულია ხო ახლა და გარკვეულწილად ეს რაღაც გარკვეულ თანხას ხო ეს 7 ლარი იქნება თუ 20 ლარი იქნება მამუკა მე მინდა შეგახსენე ერთი რამ რომ საერთოდ მეკობრეები როგორც ჩვენ მათ უსახელებთ ზოგ შემთხვევაში დამნაშავეები შემიძლია ვთქვა სხვათა შორის ბევრად უფრო დროულად უშვებდნენ პროდუქციას და ბევრად უფრო მოხერხებულ ხო რა ეს პირატული პროდუქცია ბევრად უფრო დროულად ჩნდებოდა ბაზარზე ვიდრე ჩნდებოდა თქვათ ორიგინალი პროდუქცია ეს სხვათა შორის პირველი ნაბიჯები შოუ ბიზნესის ქართულის ხო ეს იყო მახასიათებელი თვისება და სამწუხაროდ ამანაც ძალიან იმოქმედა ბაზრის კონიუნქტურაზე დღეს უკვე როცა დადგა რეალური საკითხი იმისა რომ ადამიანმა რომელმაც ჩადო ამაში ფული, ანუ გააკეთა ინვესტიცია და ამის მეშვეობით ახორციელებს ბიზნესს, მან ეს ფული უნდა ამოიღოს. და არანაირი სიტყვაზე და პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს სახელმწიფოსი იმისა, რომ ეს ბიზნესი გახდეს კანონიერი. ეს არის ის ძირითადი ნიშნები და საზოგადოების სიტყვაზე ინტერესი და საზოგადოების გამოსვლა ამის მხარდასაჭერად მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად სახელმწიფომ უკვე თავისი პოლიტიკური ნება უნდა გამოხატოს და აი ჩვენ გვყავს აქ სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ფაქტობრივად ბატონი დავითი, აი თქვენ რას გვეტყოდით აი ხა მე მიკვირს იცით ახლა დღეს ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ რატო იმიტომ რომ ეს ყოველ ნაბიჯი ხდებოდა და რატო გახდა ახლა დღეს ეს აქტუალური მე კაი გაგებით ლაპარაკობ ძალიან მიკვირს იმიტომ რომ მე არ ვარ ახლა ახალი აი ამ შოუ ბიზნესში 93 წლიდან მე მოღვაწეობ და ვიცი რაც ხდებოდა ამაში მაგრამ მე მაინტერესებს რატო გახდა დღეს ეს აქტუალური როდესაც ეს ყოველთვის ყოველ ნაბიჯში ხდებოდა თავი და თავი იცით რა არის ის დამნაშავესაც ძალიან ბევრი ცოდავს ამას ტელევიზია და რადიო იმიტომ რომ უგემოვნობის ზეიმია ტელევიზია უწყობს ხელს და ამიტომ ჩდება კონკურენცია და ამიტომ ის ვინც ამ პირატულ კასეტას იმაშובה რა თქმა უშვებს ის უყურებს ու ნახე ეს ამ რას კრუტკამ რაღაცა გამოიწვია ხო ამიტომ არ შეიძლება რომ ტელევიზია უშვებდეს 100 ლარიან კლიპს $800 კლიპთან ერთად ამიტომ თქვენ მართალი აღნიშნეთ როდეს თუ დაიწყება აი ამისათვის ბრძოლა ამიტომ ტელევიზიებმაც ბევრმა ტელევიზიამ ხელი არ უნდა შეუწყოს აი მუგემოვნების გამეფება სადაც დღეს ხდება მართლა მისასალმებელია ის აქცია რაც გაიმართება ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის წინააღმდეგო დაიწყოს ბრძოლა მას ჭირდება საკანონმდებლო ბაზა რომელიც არ არსებობს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი და დაავალოს თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ მან დაიწყოს ბრძოლა აი ამ პირატული ანუ ეს იქნება მთელი პაკეტი აუცილებლად მე ვფიქრობ აქ აუცილებლად შეერთება ფინანსური პოლიციას რომელიც უშუალო კომპეტენციას შედის ეს არალეგალური გავრცელება და ამავდროულად მე მივესალმები ამ აქციას არ აქვს მნიშვნელობა როდის დაიწყო, მაგრამ რახან დაიწყო ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს მარტო საქართველოს სცენი არ არის, ეს ძალიან კარგად აღინიშნა მეგობარმა, იმიტომ რომ მე მახსოვს რუსეთში როგორ ებრძოდნენ ამას, მაგრამ დღესაც ეს ვერ ამოუპყრეს. ხო, იმიტომ რომ ამას ნუ რაღაც ის ჭირდება, მაგრამ თუ რაც მამულჩამ აღნიშნა რომ დღეს მართლა არის ბრძოლა უკანონობისა და ესეთი რაღაცების წინააღმდეგ შეიძლება იმ პირატებსაც ამის შეეშინდეს. ნუ რა თქმა უნდა, მივესალმები ამ იდეას. დიახ, არის საინტერესო ისიც არის, იმიტომ რომ რაკი პაკეტის განხილვა მოხდება, ეს კვლავ შენთან არის ეს კითხვა და აუცილებლად თქვენს გეხებათ, როგორც პროდიუსერებს. პაკეტი მოიცავს ყველაფერს, იქ საავტორო უფლებები, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პირატებთან ურთიერთობა, ხო? ეს არის სიტყვაზე მუსიკოსმა შექმნა თავისი კომპოზიცია. ის თუ თავისი ფორმატი და ასე შემდეგ რაღაცნაირად ესატყვისება, ნუ ამა თუ რადიო სადგურს თუ ტელევიზიას თუ ხდება გარკვეულ ცენს გადის, ხდება იმ ფორმატში, მუსიკოსი ყოველთვის ამაში რაღაცას იღებს. ნუ ესე არის მთელ მსოფლიოში. ან ის კომპანია იღებს, რომელიც ამას წარადგენს
ხო, ესეა. მე გარდაგიტახავი მაგაში რა. ერთი წუთი რა, ყველაზე დაჩაგრული ამ შემთხვევაში არის მომღერალი. ამით უფრო მეტ შემოსავალს იღებს ტელევიზია და რადიო ვიდრე მომღერალი. მომღერალი ამ შემთხვევაში დაჩაგრული. ვერ დამეთანხმები? ხო და აი მე მაინტერესებს რაში არ მეთანხმები. არა, მე არ გეთანხმები იმაში, რომ დღესდღეობით მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ღერის საერთოდ დღესდღეობით. აი ნახევარზე მეტი სიმღერა არ არის მაგის შემოსავლის წყარო. იმას მოწონს, ან მამამის მოწონს, ან დედამის მოწონს. მე გულისხმობდი იმას, რომ რა კი ხვდება მისი სიტყვაზე სიმღერა მუსიკალური ფორმატში ჯდება, ის თუ სიტყვაზე ერთხელ გავა, ან 10 ჯერ გავა აი ამ ეთერში, აი ამ ეთერიდან მას რაღაცა ხიტებზე თუ გახიტა სიმღერა. არა, ნებისმიერი სიმღერა, რომელიც ხდება ეთერში, იმას რაღაცა ეკუთვნის. მაგ დროს მომღერალს არ აქვს უფლებები, საერთოდ კომპოზიტორს აქვს. მე როგორც ვიცი, კანონმდებლობით მომიჯნავე უფლება აქვს მომღერალს რადიოსთან დაკავშირებით. პრობლემა რაშია, იცი? ესე იგი ეს საკითხია, რომელზეც სერიოზული მუშაობა უნდა. არა, სერიოზული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს და მე მგონი ნელ-ნელა მიმდინარეობს, მაგრამ თავარი პრობლემა არის რაში? აი მე რამდენჯერაც დავდექი ფაქტის წინაშე. პრობლემა იმას შეიძლება მიიღონ საკანონმდებლო ბაზა, მიიღონ კანონები, მოიშველიონ ფინანსური პოლიცია, მაგრამ ამით მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არ ამოიწურება. თავარი პრობლემა არის თვითონ მომხმარებელში და თვითონ იმ ადამიანში, ვინც მიდის და იმ კასეტას ყიდულობს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა მარტო იმაზე და აქციები უნდა გავმართოთ არა მარტო მაგიტომ, რომ ის პოლიციელი გამოვიდეს, დაიცვას კანონი, ფინანსური პოლიცია შევიდეს, დაიჭიროს ვიღაცა. მაგით პრობლემა არ ამოიძირდება, იმიტომ რომ სოფლიოშიც არ ამოძერკოა ეგეთი პრობლემა. პრობლემა არის იმაში, რომ მე, ჩვეულებრივი ადამიანი, მივდივარ დახთან და მინდა ვიყიდო, თქვათ, ლელა წურწუმიას კასეტა. მე უნდა ვიყიდო ხარისხიანი კასეტა. და ტელევიზორში იგივე ამ პროპაგანდას რო აკეთებენ, ეს პროპაგანდაც უნდა წავიდეს, რომ ადამიანებმა არ იყიდონ ეს უხარისხო. რაც ეს რო დავა ადამიანის წინამდე. ახლა ადამიანი როცა მიდის, ის პირველ რიგში ფიქრობს თავის ბიუჯეტზე, ხო? ხარისხი ეს უკვე ცოტა გიპასუნება. ბიუჯეტი გაცილებით უფრო აქტუალურია, ვიდრე სიტყვაზე რაღაც ისეთი. კარგი, მაგალითად გიპასუხებს. აი განსხვავება რა არის? ლარი. ხო, კასეტა ზოგიერთ 4, ნუ უმეტესი არა და ეს ძალიან დიდი განსხვავება არის, გეტყვით რა. ის კასეტა ავიღოთ, რადგან კასეტით დავიწყოთ ლაბარაკი რა. აი მივდივართ, ვიღებთ კასეტას. ერთი არის პირატული, მეორე არის ჩვეულებრივი. ერთი ის 4 ლარი, მეორე ის 3 ლარი. აი ჩვეულებრივად ის კასეტას უყიდო ხო უნდა გახსნა ნახო ან რა სურათია, ან რა სიმღერებია, ან ჩვეულებრივად კასეტას ხო უნდა შეხედო. ეს პირატული, აი არაფერი პირატებსაც ვერ დავარქმევ რა მე იმ ადამიანს. უცხოეთში ისე აკეთებენ რომ საერთოდ განსხვავებას ვერ პოულობენ. თორე აქ რასაც აკეთებენ ის საერთოდ არაფერში არ წერია. ფაქტობრივად ეს პროდუქცია ახლა მაინც მაღაზიებში ალბათ არ იყიდება უფრო სხვა ალტერნატიულად. იყიდება უფრო ბაზრობებზე, იყიდება ახლა მე ხშირად მიმიღია მონაწილეობა აი ამ აქციებში, თქვა რომელსაც ატარებენ იგივე სტუდია თბილისი. მე თვითონ დავინტერესებული ვარ და მაინტერესებდა რომ აი რანაირად შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა, აი როგორი ადამიანები არიან ეს პირატები და მე ვთქვი მოგიყვებით ერთ მაგალითს. მაგაზე არც ცემა მოქმედებს, არც კასეტების წრევა, არც დარბევა და არაფერი. მაგათ არაფრის არ ეშინია. იმიტომ ვიძახი რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ ხალხზე, ვინც უშუალოდ არის მომხმარებელი. ჩვენ მაგათ უნდა მივაწოდოთ და პროპაგანდა გავუწიოთ ტელევიზორებით, ტელევიზიით, რადიოებით, ყველა უნდა გავერთიანდეთ რომ ჩვენ ვიცოდეთ გარჩევა კარგის და ცუდის რა. იმიტომ რომ ის რომ უხარისხოს ყიდულობს, გინდას თუ ფული არ აქვს და მაინც უნდა რომ იყიდოს. ის მაგის გემოვნებაზეც მოქმედებს. იმიტომ რომ იმ ხარისხს მაგი ვერასოდეს ვერ მოусმას იმ კასეტიდან. აი ჩვენ წავედით რაიონებში და აი ლელას ტურნე გქონდა და გორის აი სააცნობილი ადგილებსაც ვაშლებს ყიდიან აი ყოველ. ეგ ჩვეულებრივად მომისმა ლელას სიმღერა. გავაჩერებინე მივეცი ჩემ მეგობარს ფული, წადიმეთქი, იყიდემეთქი, კასეტა და მომიტანემეთქი. მოიტანა პირატული კასეტა. მივედი იმ ხალბატონთან და უთხარი, რატო ყიდიმეთქი ამას? ნუ რა ვქნაო, იყიდებაო და ახლა. მე უთხარი, ხო გახმეთქი ეს, მეორე კასეტა მეთქი, ორიგინალი. კიო მაქო. მაგრამ აი ეს ღირსო 3 ლარიო, ეს ღირსო 4 ლარიო და ხალხო მაინც აი 3 ლარიანი უნდა. მე ხა პრინციპში იქ ცოტა ცუდად კი გამომივიდა, მაგრამ გავახსნევინე ეს ყუთები და შიგნით მთელი მარტო ლელასი კი არა, აი აბსოლუტურად ყველასი და
ის სიმღერები რომელიც ჯერ არც გაჟღერებულა მხოლოდ რადიოში და არც არავის არ გამოუშვია წავორთით ეხლა ეს კასეტები ხარ რას ვიზავდი წავედა გავაფრთხილე სხვადასხვა რედაქციონი და მაგალითად თხოვა რომ ძალიან თხოვა არ დაუნტრიო მიეციო ის ფულიო რაც მაგ ის ქალიო იმასთანო ეთქვისო რომ ის კაცი რომ აი წამართვეს ეს კასტები მაგრამ ფული დამიტოვეს და მეურჯეს ეხლა არ გააკეთა გადაუხადე ეს ფული გავაგზავნეთ იქ 2 საათში გამოვიარეთ უკვე და ისე ვიგივე აი მითხარი როგორ შეიძლება მაგ პრობლემისთვის ხო არა ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის და ჩემი საზრით ერთშენიერ დღეს დადგება ის დრო რომ ასე ვთქვათ ეს პირატები ხარისხსაც მიაღწევენ ხო ასე თუ ისე ის პოლიგრაფიული იქნება თუ რაღაცა იქნება ზუსტად ოდა სანამ მაგას მიაღწევენ დღესდღეობით შოუ ბიზნესში ძალიან მცირე ბაზარია და შემოიფარგლება მარტო თბილისით ნუ ეგრეა დღესდღეობით ეს კონცერტების გასვით კონცერტებზე რო ოცნები მომღლებ არ არის ისე როგორც ჩვენ გინდა იმიტომ რომ ხალხს ფული არ აქვს თუ ხალხს ფული არ აქვს შოუ ბიზნესშიც სულ ქვემოთ და ქვემოთ მიდის და მე მაინც რა ვიცი მაგაზრისავა რომ მე ვფიქრობ რომ ისე ადამიანებზე უნდა წავიდეს პროპაგანდა და ბატონო და თქვენ ხო არიცით აი ვინ არის ეს ხალხი ვინ აკეთებს ამას საერთოდ ჯგუფები არსებობს თუ რაღაც სტუდიები არსებობს რომლებიც ლიცენზირებულსაც და ასე ვთქვათ პარალელურად მე ვთქვა ეს არის ძალიან დიდი ისეთი პროპაგანდისტული მანქანა სადაც ეთქვა ცეხები იმიტომ რომ ეხლა ეს მამუჩა მაგნიშნა რომ ესე იგი ამ კასეტას შემოტანა უნდა ამ კასეტას ჩაწერა უნდა ეთქვა არის რაღაცა მეც და მე ამ ადამიანებისაც მესმის ეს მიიყვანა გაჭირვებამ ხო რომ გაჭირვების გამო გააკეთოს ეს მაგრამ რაღაცა კანონი უნდა არსებობდეს იმისა, რადგან მას აუგზავნოს. იგივე რაც მამუჩამ თქვა, მე ვეთანხმები, რომ რაღაც პროპაგანდისტულმა მანქანამ უნდა ემუშაოს და მყიდვას უნდა აუხსნათ, რომ ეს არის ცუდი და ეს არის კარგი. თქვენ სწორი ბრძანეთ, იგივე თქვენც, რომ 20 ლარიანი კომპაქტ დისკი და მე იყო 7 ლარიანი და გადაწყვეტეთ, რომ იყიდოთ 7 ლარიანი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არ არის ხა იმის საშუალება, რომ თქვა, თუმცა ხელფასი არის 60-70 ლარი. მე ხლა ძვირი სიამონება ვთქვათ, იყიდო 20 ლარიანი კომპაქტ დისკი. მაგრამ მე ძალიან კარგია და მე იმეც მაძლევს, რომ საქართველოში შოუ ბიზნესმა ნელ-ნელა დაიწყო გამოცდილება. იმიტომ რომ მე ხა რამოდენიმე ხნის ვიყავი მოსკოვში და მე ნატო დუმბაძესთან ერთად, რასაც მამულჩად შეერთვება, ჩვენ ვაპირებთ, რომ აი ეს ცნობილი პროდიუსერები ჩამოიყვანოთ საქართველოში და მაგრამ კონფერენციასაც გავაკეთოთ. რატო? ეს მარტო არ ეხება შოუ ბიზნესს, ეხება იმ მათ გამოცდილებას, რაც მათი გააჩინათ. იმიტომ რომ აღნიშნა მამულჩამო თბილისით შემოიფარგლება და ძალიან განვიცდი ხოლმე, როდესაც აი გაცდები საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათაც უნდათ იცით რა ამ ჩვენს მომღერლებთან შეხვედრა და მათ არ აქვს იმის საშუალება რომ თქვა ელემენტარულად თქვა 2 ლარიანი 3 ლარიანი ბილეთი იყო ის რომელიც ხარჯსაც არ დაფარავ. აი ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ აი როგორც ჩამოდიან აქ ბიზნესმენები და რაღაცა გარკვეულ ბიზნესში დებენ თანხას აი ამ კონფერენციის დედააზრი იქნება რომ თქვა რამოდენიმე ადამიანს დავაინტერესოთ თქვა რაღაცაში ჩადონ თანხა. მე საწყენად არ ვიძახი მაგრამ იცით რა თქვენ გამიხარდა რომ აღნიშნეთ რომ აი ვიწყებთ რომ აი ტელევიზიამ გაუშვას ლიცენზირებული რაღაც ეს თქვენ ტელევიზიას არ ნუ საერთოდ ლაპარაკობ და იმასაც მინდა მივაქციოთ ყურადღება რომ არ შეიძლება მამ დამეთახმე ყველაფრის გაშვება. ეხლა იმიტომ კი არა რომ აქ მამული ჩაზის და თქვა იგივე ლელა გარეთ გველოდება არიან ადამიანები თქვა რომლებიც მართლა შრომობენ აი თიკას ჯამბურია ბავშვი 13 წლის რომელიც უნიკალური კონცერტი ჩაატარა. არ შეიძლება რაღაც ხარისხი უნდა არსებობდეს იცით და ერთი და იგივე ქვაბში ყველა არ უნდა იხარშებოდეს. იმიტომ რომ რაღაც ეს გაფილტრავს და მე აქ პირატული კასტები იქნება და არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ რაღაც კლასიფიკაცია უნდა არსებობდეს დროა. დრო არ შეიძლება რომ ნამდვილად დროა, იმიტომ რომ იცით რა რომ არ შეიძლება ვთქვა სიტყვაზე ვიძახი აი ესეთი ცნობილი მომღერლის გვერდზე გამოვიდეს ვიღაცა კაი ეს ჩემი ბიძაშვილია და მოდი ამღერე რა, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება. იმიტომ რომ ოცნება უნდა იყოს ნებისმიერი დამწყები მომღერლისთვის, რომ ესე ცნობილ მომღერლებს აქ ვინმე არ გამოუჩეს, რომ თქვა მის კონცერტზე მიიღოს თქვა აი ზბორნი კონცერტებს ეძახიან. არ შეიძლება ამის გაკეთება და მე მამუკას ბიძაშვილსაც აპირადებენ. პრობლემა მაგაშია. იცით რა არის, ჯობია რომ გავიჭიროთ და ეს ყველაფერს გაფილტრავს დამიჯერეთ. მამუკა დამიჯერეთ. გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ ცოტა თემას გადავუკვეთ, არ დაპირატებენ, დამიჯერეთ. არა, ეს თემასთან მიდის, ეს ზუსტად არის საიგივე, იმიტომ რომ 24 საათი რომ
ერთ და იგივე ადამიანი ტრიალებს წერს, ესე იგი იმას უჩნდებაზე, ესე იგი რამხელა სარეკლამო ისაა, ხო, ჩადებული თაღი, მაგრამ რა იცი ახლა ის თუ სარეკლამო და ამიტომ უჩნდება სურვილი რომ თქვათ, მას არ მინდა ეხა დაკონკრეტება, ჩვენც მოვალთ იმ აქციაზე, მე ამას მივესალმები, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო დასაწყისი. არა, სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით აი ამ ახლა შეიძლება კონკრეტულად აქციის ფორმაზე არ იყოს საუბარი, მაგრამ რაღაც გარკვეული მოძრაობები იყო, ეს ადრეც გვილაპარაკია მე და სიტყვაზე მაესტროს პროდიუსერთან, მამუკა გლონთან, მაგრამ მაშინ რაღაც აი გარკვეული პრობლემები შეგვექნა ჩვენ წინა მთავრობასთან. ნუ ახლა დრო გავიდა და იმედია რომ ახლა მთავრობას ერიც და ბერიც, ასე ვთქვათ, უფრო აი ამ მიმართულებით უფრო სწორად ვივლით. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო მობრძანებისათვის. მე გისურვებთ, რომ კარგ მუსიკას, ხარისხიანს და რა თქმა უნდა, გემოვნებიანს და რაც ყველაზე მთავარია, კანონი უნდა კანონობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ ეხება არა მარტო პირატულ ჩანაწერებს, არამედ მთლიანობაში, ხო? მთლიანობაში კანონი როცა იმუშავებს, მაშინ არც უხარისხო პროდუქცია გვექნება, ну, ყოველ შემთხვევაში პირატების მიერ გამოშვებული და ну, რადგან მამუკა საერთო პოლიტიკა სახელმწიფოს და ახალი მთავრობის მიმართულია სამართლებრივი სახელმწიფოს შენობლებისაკენ. მე მიმეჩნია, რომ აგრეთვე ეს ერთ-ერთი სფერო, რომელშიც ფაქტიურად ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად ჩანს, მოდი ესე დავარქვათ, მე მგონი ის სფერო არის სერიოზულად მისახედი და ახალი მთავრობის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ ამან ლეგალური სახე მიიღოს. დიდი მადლობა ბატონებო და ახლა მე ვსარგებლობ შემთხვევით სანამ ჯერ კიდევ კანონი არ მუშაობს სურს ეს ნამდვილად ჩემს მიერ არის ჩამოტანილი ეს კლიპი თქვენ ახლა იხილავთ ეკრანზე გადაცემა გაიგიტიხრება ახლა ერთი კლიპით რომლის შემდეგ შეხვდებით დუეტს ძმები საკმაოდ საინტერესო ჯგუფი ხოლო მანამდე კი სურს შემოგთავაზოთ ასე ვთქვათ ჩემს მიერ პირადულად მოპოვებული ჩემი ფეივორიტ ანუ ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსის Tom Waits-ის ერთ-ერთი ვიდეო. თქვენ ახლა ნახავთ თუ ვინ არის ხვრელში, სინამდვილეში. Tom Waits, ეთერშია სოლო. Thank you, babe. Really. Goes right here. And I know you know what I mean. Things got a little snooty downtown here today. I was on one of those streets that, you know the ones. Okay? I walked into a hotel. I knew somebody stayed in the hotel. I walked into the hotel. I said, listen, could you direct me to the elevators? And the guy said, you mean the elevators to the rooms? I said, no, the elevator to hell. Of course I mean the elevators to the rooms. I feel as though we should move right into the religious material. Jesus Christ. God, can an amen? Can I get a hallelujah? When you walk through the garden, you gotta watch your back. Well, I'll beg your pardon. Walk the straight and narrow track. When you walk with Jesus, He's gonna save your soul. You got to keep the devil. Why we gotta keep him down in the hole? He's got the fire. People, he's got the fury. It's his command. Oh, you don't have to worry. Hold on to Jesus' hand. We'll all be safe from Satan. When the thunder starts to roll, we got to keep it devil. Keep him on down to the that red horn loud and low life underneath our boots. Praise Him. I don't know what it is. $2, that demon master. $3, that prince devil. To see if you can come up with a figure that matches your faith. You say, how much has Jesus done for you? And we got to go in with our hydraulic system and blast him out. People, can I get an amen?
the angels bless God to sing all about Jesus' mighty soul. And they're shielded with their wings. People that keep you close to the Lord. Now don't pay heed to temptation, for his hands are so cold. You got to keep it. Keep it on now. Well, people, I got to speak about something. Can I get an amen? Can I get a hallelujah? Praise the Lord. People, the Lord is a very, very busy man. I'll do what I can. But Jesus is always going for the big picture. But he's always there to help us out of the little jam of truth. Down with all. On January's door. Hang on, St. Christopher on the passenger side. Open it up, the devil can ride. All right. All right.
სულ ხვალ ზუსტად 2 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა სტუდია მაესტრო აწყობენ აქციას, ეს იქნება ყურადღების მისაქცევი აქცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ერმაც და ბერმაც ყველა მონაწილეობა უნდა მივიღოთ იმაში, რომ არ შევიძინოთ და საერთოდ არ არსებობდეს პირატული პროდუქცია ჩვენს ქალაქში. ხოლო მანამდე კი სულს წარმოგიდგინოთ დუეტი, ეს გახლავთ ძმები ქოიავები, აი ესე ნაპაპოს თუზვაისა ძმები ქოიავები. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ახლა იმაზე თან დაკავშირებით, რომ ახლა რომ კითხოთ, რომ სადიპოვეთ ერთმანეთი როგორ გაიცანით, ალბათ სისულელე იქნება, რომ ძმები ქოიავები. ირაკლი და დათო. ირაკლი, შენ ალბათ უფროსი ძმა ხარ. ხო, და შენი ინიციატივა იყო, რომ აი ჯგუფი თუ რა ესეთი ჩამოგიყალიბე. შენ. კი, ჩემი ინიციატივა იყო ეს ჯგუფის. თავიდან დაკვრა საერთოდ ძალიან შორიდან რომ მოვყვეთ, ბევრი გამომივა საუბარი. თავიდან როკ მუსიკას უკრავდი სხვადასხვა ჯგუფებში. ნელ-ნელა ეს დრო რო გავიდა, ალბათ ჩემში დაილექა ის, რამაც განაპირობა ჩემში ფოლკისკენ ინტერესი. ამჟამად რასაც უკრავთ, ეს არ არის სუფთა ფოლკი, უბრალოდ ფოლკლორული როგორ ვთქვა. ერთგვარი ინტერპრეტაციები თავისთავად ახლა ფოლკი მთლიანად შექმნა, მაშინ სადღაც სოფელში უნდა ცხოვრობდე, ხო, თავისთავად ახლა მე მაგალითად ნუ მიწყენს, მაგრამ ქალაქელი ადამიანი, რომელიც ფოლკს ასრულებს, ჩემს აზრით ეს მაინც უფრო ისეთი ურბანისტული, ანუ უფრო ქალაქური სიმღერებია, იმიტომ რომ ფოლკს ახლა მღერის პრინციპში ის ხალხი, ვინც ქმნის ამ ფოლკს. ისინი აუცილებლად იმ საზოგადოებაში და იქ უნდა ცხოვრობდნენ, საიდანაც მოდის, ანუ ფესვებიდან. ესე არის სოფელი, მთა, ზღვა და ასე შემდეგ. ესე იგი დაიწყეთ როკიდან. რა თქმა უნდა. როკიდან. რა ჯგუფებთან თანამშრომლობთ? იყო ესეთი ჯგუფი სახელწოდებით მიდლ. უკრავდით ალტერნატიულ როკს. ეს დაახლოებით 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა. პარალელურად სხვა ჯგუფებიც იყო, ეს უბრალოდ პრაქტიკა ძალიან დიდი პრაქტიკა მომწონს. ჯგუფებთან მუშაობს. მოვიდა ის დრო, რომ დავინტერესდი ფოლკლორით და დავიწყე შესწავლა. რა თქმა უნდა, თავისთავად ქართველები ვართ, პირველ რიგში ქართული ფოლკი უნდა იცოდე, რომ სხვას გაეცნო და სხვაზე ქონდეს რაიმე პრეტენზია ესე ვთქვი. და ვინმე აი ფოლკლორისტებთან ხო არ ქონია თუ ურთიერთობა პედაგოგი ყავდა თან სწავლობდი თუ ისე სმენით? ხო, საერთოდ აი ინფორმაციის ძიება ჩვენ გქონდა, უშუალოდ მე და ჩემს ძმას გქონდა. ჩემი ძმა ჯერჯერობით უსმენდა ამ ფულს, ძალიან დიდი ინტერესით. მე ამ დროს უკვე შექმნილი მქონდა ესეთი ანსამბლი, The Fay არის ერქვა, ინგლისური სახელწოდებით. უკრავდით თავიდანვე, ირლანდიურ და ესეთ კელტურ მუსიკას. კელტურ მუსიკას. ჩვენში ძალიან პოპულარულია საერთოდ ეს კელტური. აქტუალური მათალბაზა. ბატონო? არა, ესენი სხვა კელტები არიან, ეს იბერიონი, ეს ხები არიან. ჩვენ უბრალოდ სკანდინავიური, აფრიკული და ქართული ელემენტებიც ქონა რა. უნდა ფესვები ქონა კიდე რაღაც ხორუმი ქონა კიდე რაღაც აჭარული რაღაც. ისე საინტერესოა, აი ქართულ ფოლკზე არის ფაქტურად საუბარი, აი პერკუსია რაც გვაქვს არა ქართული. აბსოლუტურად არაფერი. აი მაგალითად პატარა ექსკურსი. ჯერ ის ქოქოსის ისე, ეს არის შეიკერი. ქოქოსი საქართველოში არის დრო, მაგრამ ჩვენიერი შეიკერი გამოგივიდა და ეს კამის ფეხები. ხო, ეს კამის ფეხები. საერთოდ აი ესეთი ინსტრუმენტი არსებობს, ბამბუკებისგან კეთდება, მას უფრო ისეთი ხმა აქვს, უბრალოდ ახლა ირაკლიმ რაღაცა, უფრო იცის, რაც მას მოუხდება. ხო. ესეც, ორკესტრებში იყენებენ ამას, ხო, ზარები. ასე ხო. ეს მე გავაკეთე. რა ყველაზე ქართული ინსტრუმენტი არის, ფულური ქვია, ფულური. ფულური, ანუ 5 თეთრიანი. არა, 2 თეთრიანები. არ არსებობს. 2 თეთრიანებისგან? 2 თეთრიანები. ხედავ, ლიქჩიც ვერ ჩააკეთებ ამეროს. ხო, ჩვენიერი სხვადასხვა და არაჩვეულებრივი პერკუსია, ისეთი ჩვენიერი ხმა, თქვენ ამას ყველაფერს მოისმენთ და რაც ყველაზე მთავარია, ქართული თიხა. ხო, ეს არის, წესი და რიგით. იდეაში ეს არის აფრიკული ინსტრუმენტი სახელწოდებით უდუ
მაგრამ ისეთ ქართული ვარიანტია. ჩემი აზრით, შეიძლება დამარცხლებს, გერაც, ღერადობას, დამოკიდებულებას ყველა. ღვინოც ჩავასხეთ, ხო? ღვინოც რამე რო იყოს, შეიძლება ჩაასხა და რაც ყველაზე მთავარი, შეიძლება დალი. დალევა აუცილებელი შეიძლება ორმა კაცმა. ეს არის ყველაზე განსხვავებული. ძალიან კარგი. ეხლა რაც შეეხება მუსიკალურ თემებს, თქვენ თვითონ უკეთებთ არანჟირებას თავისთავად. დიახ. რამე აი ესეთ ცნობილ კომპოზიციებზე, ანუ ცნობილ ქართულ თემებზე აკეთებთ თუ აი იყენებთ რაღაც გარკვეულ არომატს, გარკვეულ სიტყვაზე შეიძლება ითქვას ფრაზას და ასე შემდეგ. მე ესე ვიტყოდი, რომ სწორად ესე არის, რომ ნუ ქართული ფოლკიდან ვიღებ ესეთ კონკრეტულ ფრაზებს და ვცდილობ მოვარდო ამა თუ იმ თემას. და ასე რომ ვთქვა, სიტყვაზე იმპროვიზირება მიდის, მიმდინარეობს იმ ქართულ თემაში. ჩვენ შეიძლება უსაზღვროდ ბევრი ვისაუბრებთ, მაგრამ ჯობია მოვისმინოთ, ესე იგი პირველ თემას რაც დაუკრავთ ახლა თქვენ. პირველი თემა ეს არის სახელწოდებით დავარქვით სახელი მებადური. დასავლური ქართული ფაქტურა მოაქვს. დიახ, ასე გებია.
შენი თემა იყო ისეთი დასავლური კი ნამდვილად. სტილობთ. ძალიან კარგი. გეგმებში რა გაქვს? ჯგუფი გაიზრდება თუ ესეთი დუეტი? აი დათო მუშაობს რაღაც ჯერჯერობით ნოტებზე აგებული რაღაც იძიებს ან ნოტებს სწავლობს ასე თქვა. ვაპირებთ რაღაც ალბათ ერთ წელნახევარში ესეთი პერიოდი ავიღოთ. რაღაც ერთ ორკესტრი, პატარა კვარტეტის ვარიანტი რა, რაღაც ფონის ვარიანტი. თუნდაც რაღაც ვიოლინოს ახმარება, ჩელოს ახმარება და რაღაც როიალი და გავთვისნობიერდეთ რა და უფრო დიდარი იყოს ჩვენ ეს შემოქმედება. ამჯერად რაღაც კიდე ერთი კომპოზიცია აქვს, ხო? რაღაც მომზადებული, ხო? კი. საკმაოდ. კარგი, მაშინ რა ქვია და საკმაოდ. ესე დავაკვირდეთ. ეს რა, ნელევში ხო. გადავარდოთ ამას. პრინციპში ჯერჯერობით რაღაც სულ ცხელი ახალი კომპოზიციაა და
მადლობა, ძმები ქოიარები. იმედია კლავას შევხვდებით, შეიძლება უფრო ვიცით გაზრდილი ბენდით თუ არა და ეს დუეტიც მე პრინციპში ძალიან ვაკლია ესეთი. ბატონო? ვაკლია მაინც ერთი ინსტრუმენტი. რომ შეისუსტო. ნუ ნახოთ, აი გავადრო და ერთი ინსტრუმენტიც რო დაგემატებათ, მე კლავას შევხვდეთ პრინციპში, რატომაც არა. გრძელდება ჩვენი პროგრამა. ახლა კი გადავიდეთ მესამე ნაწილში. მე მეყოლება სტუმრად ლევან შენგელია, ასევე ასე ვთქვათ, სოლო ვისტუპლენით, ხოლო მანამდე კიდევ ერთი პირადული პროდუქცია, ჯეტრო ტაო. ნამდვილად სიამოვნებად. Hey, sitting on the park bench, I hate little girls with bad intent. Snot running down his nose, oh, crazy fingers smearing shabby clothes. Yeah, blonde. He's drying in the cold sun, watching as the frilly panties run. Go ahead, blonde, and feeling like a dead duck, spitting out pieces of its broken lung. Yeah, blonde. The sun's streaming cold, and an old man wandering lonely, taking time the only way he knows. Leg hurting bad as he bends to pick a dark end, when he goes down to the bog and warms his feet. Feeling alone, the armies up the road, salvation and a boat and a cup of tea. Aqualung, my friend, had only start away and easy. For your poor old son, you see, it's only me. Do you still remember December's foggy breeze, when the eyes that cling stuck to your beard with screaming agony, and your straps your rattling last breaths with deep sea divers sounds, and the flowers bloom like madness in the spring. Sun streaking cold, an old man wandering lonely, taking time the only way he knows. Leg hurting bad as he bends to pick a top end, and he goes down to the bog and warms his feet. The feeling alone in the armies of the road, salvation and a mode of tea. Aqualung, my friend, and when you start away and easy, while your poor old star, you see, it's only me.
Aqualung, my friend, don't you start away uneasy. Oh, you poor old son, you see, it's only me. Ah, you know it's only me. Hey, hey! Sitting on a park bench, lying little girls with bad intent. And snot's running down his nose. Oh, crazy things smearing, stabbing clouds. Yeah, well, he's dying in the cold sun, watching as the pretty panties run. Yeah, well, and feeling like a dead duck, spitting out pieces of his broken love. Yeah, well, და გადაცემის ბოლოს შევხვდით ვედა ბატონ ლევან შენგელია, რომელიც სულ წასულია, სულ ესე პერიოდულად რაღაცნაირად ხან იქიდან გვეხმიანება ხოლმე თავისი ახალი პროექტებით, ხან CD-ს გამოგიგზავნის, ან ახალი ალბომი გამოვა, მე კვლავ ჩამოვა რაღაცა ესე შოუს მოაწყობს, როდის ჩამოვდანდით? მე უკვე ჩამოსული ვარ, ფაქტიურად შეიძლება ითქვას 1 წელი უკვე, მაგრამ პერიოდულად 1 წელია თბილისში. არა, თბილისში არა ვარ, საქმის იმაშია, რომ მე გადავედი ქალაქ ქუთაისში. ელემენტარულად ჩვენ შოუს ვაკეთებდით, ახალ შოუს, რომელსაც ევოლუცია ქვია და მის პრემიერაც ხვალ არის ოპერის თეატრში. და პერიოდულად, რა თქმა უნდა, მიწევს ჩემს მეორე სამშობლოში წასვლა ხოლმე და ვემზადებით რაღაც ძალიან გრანდიოზული სანახაობისთვის და ვნახოთ ამდენად გამოგვივა ეს ხვალ. ბატონ ლევან, თქვენ ეს პროგრამა მიგაქვთ, ფაქტიურად მთელი ევროპა უნდა მოიაროს ამან და მერე დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატებით, ხო? ახლა თავისთავად იმპრესარიოც ის ხალხი, ვისთანაც თქვენ ერთად თანამშრომლობთ, იქ საკმაოდ დიდი არმია ხალხია, რომლებიც ითვალისწინებენ გემოვნებასაც და პერიოდსაც და სულ ყველაფერია, სულ ყველაფერი მაშინ. აი თქვენთვის რა სხვაობა არის, ახლა ხვალ ძალიან ისეთი სერიოზული შეხვედრა გელით ახლა სიტყვაზე ქართულ პუბლიკასთან და აი რა სხვაობას ხედავთ მაგალითად აი იგივე ამერიკულ პუბლიკას და ქართველებს შორის, აი რა ისიც მე გეტყოდით, რომ ქართული პუბლიკასთან შეხვედრა საერთოდ უფრო მეტი საპასუხისმგებლოა, მე ასე ვფიქრობ, ვიდრე ამერიკელებთან, ვინაიდანაც ამერიკელები ცოტა განსხვავებული არიან, იქ თავისუფლად შეიძლება რაღაც ისეთ მომენტზე თქვათ აპლოდისმენტებიც გაგიჩნდეს, როცა შეიძლება არ ჩაითვალოს ის საჭიროდ იმ დროს, ანუ მათთვის ძალიან იოლი, ძალიან ელემენტარული მუსიკას თითქმის გასაგებ ენაზეა, მაგრამ საქართველოში ეს ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ ამის გამოცდილება მე მქონდა შარშან 21 მაისს, მართალია კარგად ჩავატარეთ, მაგრამ ხვალინდელ დღეს მართლა რო გითხრათ,
ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ნერვიულობ როგორც ქართველებთან კიდევ ერთი შეხვედრა და ერთი კონცერტი, ვინაიდანაც ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადი გავაკეთეთ, ვინ სახელწოდებაც თვითონ გვაჩვენეს, ეს არის ევოლუცია შოუ და რა ვიცი, როგორც აღიქვამენ ამ შოუს, რაღაც გადატრიალება უნდა იყოს ყალისასაც ჩვენ ვაკეთებ და ნახოთ რომ რამდენად ძირითადად თქვენი თემები იქნება. დიახ, აქ სუნთქიანად ჩემი თემებია, წარმოდგენილი იქნება 14 ნაწარმოები, მათ შორის ისე როგორც ცეკვა, ჩვენ აქ ქორეოგრაფია არის ჩართული და ჩართული არის ის ილუსტრაციები და ქორეოგრაფიაზე იმუშავა კახა ბაკურაძემ, რეჟისორმა, ისევ როგორც რეჟისურაზე და თვითონ ამ კინეტიკურ სანახაობაზე, ასე რომ ეს თქვენი პირველი ნამუშევარია, ხო, ასე ვთქვათ, ანუ თქვენ ახლა კომპოზიტორი ხართ, მაგრამ სიტყვაზე აი რაღაც ისეთ პლასტიკურ დიახ, ეს არის პირველი არის ჩემთვის ეს და მარტო ეს არა, მეორე კიდევ პირველი ის მომენტი არის, რომ ჩვენ ყველაფერს აკეთება გვიწევს ფარდის მიღმა. მართალია ეს გამჭვირვალე ფარდა არის, მაგრამ მაინც ჩემთვის ეს ძალიან უცხო რაღაცა ის რაც ხვალ ხდება აქ საქართველოში და აი საინტერესო არის რა აღმოაჩინეთ მაგალითად აი პლასტიკაზე მუშაობის დროს, იმიტომ რომ ახლა თქვენ როცა ქმნით კომპოზიციას, ну ამას აქვს თავისი შესავალი, განვითარება, დასასრული და ხა კონკრეტულად უკვე რაღაც დასისათვის როცა ქმნით ამას, ეს რა თქმა უნდა, იმასაც ითვალისწინებთ, ხო, როგორ უნდა აუცილებლად თუნდაც მე გეტყოდით რომ 14 კომპოზიციიდან რომელიც მე წარმოდგენილი მექნება, აქედან დაახლოებით 5-6 ნაწარმოები არის ლათინური. Ну, ფაქტიურად ეს ჩემი გასტროლების დროს არის შექმნილი, მაშინ როდესაც მე გასტროლები მქონდა სხვადასხვა ლათინურ ამერიკულ ქვეყანაში, ასე რომ თუნდაც ის მუსიკა შეიქმნა მაშინ, როდესაც მე შეხება მქონდა ქორეოგრაფიასთან. მართალია, ჩემ შემოქმედებაში არა, მაგრამ სუსმა გარემოებაში, რამაც აი ეს მუსიკა დამაწერინა და ის რაც შეეხება ქართულს, ანუ ქართულ ცეკვას, რომელსაც ჩვენ ხვალ ეს გამოყენებული გვაქვს, მე გეტყოდით მეცაც, იმიტომ რომ ჩემს ნაწარმოებებში შემოქმედებაში არის ისეთი მოტივებიც, რომლებიც ჩემი საყვარელი პოეტის საერთოდ შემოქმედებაზე არის აგებული, ეს ლაპარაკი ვაჟებ-შაველაზე, ანუ თქვენ დაინახავთ, თუმცა ცოტა რთული გასაგებია ის პლასტიკა რაც კეთება ეს თუ სუნთქლიანად მართლა ის სურათია როგორც ვაჟა, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში ეს ძალიან ნორმალურად ჩაჯდა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ის მომენტი არის, როცა შეზავება მოხდა როგორც ქართულის, ისე ლათინურის, ისე ბალეტის, ისე აბსოლუტურად ყველაფრის. ანუ მე ვიტყოდი, რომ ჟანრი, რომელსაც მე წარმოვადგენ, ხვალ ეს არის new age, ეს არის გეტყვით, რომ new age-თან ერთად სხვადასხვა სახელებს აფმევენ, იცით, მაგრამ ლევან, თქვენ საკმაოდ ხშირად იყენებთ აი ამ ლათინურ ჰარმონიას ელემენტებს, რატომ? აი მაგალითად ეს რაღაც შინაგანი ძახილია თუ? იცით რა, ეს შინაგანი ძახილს არ დავარქ, ამას დავარქ იმ მომენტს, რომ მე უბრალოდ ტრადიცია მაქვს, ესეც სადაც ჩავდივარ, რომელიც სახელმწიფოში აუცილებლად იცი ვეცნობი იმ ქვეყნის კულტურას ვეცნობი, რა თქმა უნდა მუსიკალურ კულტურაზე მაქვს ლაპარაკი და არა მარტო მუსიკალურზე და სულ მინდა რომ რაღაცა ისეთ რაღაცა გავაკეთო, აი თუნდაც ის შთაბეჭდილებები რაც მივიღე იმ ქვეყანაში, რაღაცა მუსიკალურად გადმოვცე. სწორედ ამიტომაც არის ლათინური, იმიტომ როგორც მე გითხარით, ფაქტურად მე ევროპაში არასდროს კონცერტი არ მქონია, ეს სულ ლათინურ ამერიკაში იყო და თავისთავად ვინაიდან ამდენი გასტროლები და ამდენი კონცერტები ტურნე მქონდა, რა თქმა უნდა, შეიქმნა ძალიან ბევრი ლათინურ ჟანრზე. თუმცა გითხრათ, რომ აი ახლა უკვე მე საქართველოში მუშაობ უკვე ფაქტიურად 6 თვე გადაუდებული შრომა გვაქვს, ჩვენ ყველა დღეურად 12 საათი დღეში ალბათ და უკვე დაინახავთ იმ ქართულ სულსაც, ანუ იმ ქართულ სულს, რაც მე საქართველოში გავაკეთე. ასე რომ აი ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ნამდვილად ბოლოს და ბოლოს აი რო იტყვიან დამადგა საშველი, რომ გამეკეთებია ის, რაც მე მინდოდა, რაც ჩაფიქრებული მქონდა ოდითგანვე. ბადურ ლევან, სხვადასხვა მე ძალიან დიდი ხანია მქონდა ჩაფიქრებული, რომ ერთჩვენია დღეს რაღაც ისეთ live-ს დაგვიტოვებდით მაგალითად არხზე და თქვენ არჩეული ინსტრუმენტალისტი ხართ და დღეს გაქვთ იმის საშუალება, რომ ერთი ასე ვთქვათ ნომერი კომპოზიცია დაგვიტოვეთ და რას შეგვისრულებთ? დიახ, ახლა მე ვფიქრობდი სხვა ნაწარმოების შესრულებას, მაგრამ ამ ლაპარაკის შემდეგ მე მინდა რომ რაღაც შევასრულოთ ქართულ მოტივებზე აგებული ნაწარმოები, მართალია აქ ცოტა გამიჭირდება, ვინაიდან ეს სოლო არის მაინც, მაგრამ მაინც ვეცდება სწორედ იმ ქართულ მოტივებზე, რომელიც ჩვენ აი ზუსტად ლაპარაკობდი ამ ვაჟებ-შაველას საერთოდ პოეზიაზე ჩემს საყვარელი და ვეცდამას ვქეთ Desert Lightning, რომელიც განახლებული ფორმა არის, უდაბნოს გაელვება ნაწარმოების ეწოდება და შევასრულებთ ახლა თქვენ.
მინიატურულად შეგისრულეთ, ვინაიდანაც ეს ცოტა ვრცელი ფორმა არის. ხო, რა თქმა უნდა, აქ მთელი ორკესტრი და ორკესტრი მე ვიტყოდი, რომ ეს უკვე მე ჩამოვშორდი თვითონ ორკესტრს, მე შექმნის კომპოზიტორი ჯგუფი მყავს ახლა უკვე, რომელიც ძალიან აგებული არის ბას-გიტარა, სოლო-გიტარა, ეს რა თქმა უნდა ლათინური აკუსტიკური გიტარა არის, ტამტამი არის, სხვადასხვა ინსტრუმენტები, ანუ შემიძლია თქვა, რომ ის კლასიკური განათლება მე რაც ქონდა, ანუ აგებული ნამდვილ ორკესტრზე ამის დარღვევაც მოხდა ფაქტურად, იმიტომ ასეთი ტიპის ნაწარმოები გადავიდა სწორედ ამ ინსტრუმენტებზე და ამდენადაც, აი, ძალიან საინტერესო. ვოკალური ნომრები თუ რა თქმა უნდა, ვოკალური ნომრები აქვს. მე მყავს 3 მომღერალი უკვე. მათ შორის ერთ-ერთი არის, მე გეტყოდით, რომ დიდებული სოპრანო მყავს შერჩეული, მაგრამ კლასიკურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნაწარმოების, რომელსაც ასრულებს ეს კლასიკური ფორმა არ არის და ამის გარდა მე მყავს კიდე 2 გოგონა მომღერალი და 1 ბიჭი და მინდა გითხრა თუ არც ერთი არ წარმოადგენს ცნობილ პიროვნებებს, არც ერთი ცნობილი არაა, ვინაიდანაც მე თვითონ ვცდილობდი რომ მომეძებნა ჯგუფისთვის ისეთი ადამიანები, რომლებიც არანაირ ცნობილ სახეებს არ წარმოადგენდნენ. რამდენადაც ესენი სულ ყველა უკვე კონტრაქტის ნიადაგზე იქნებიან ძალიან ცოტა ხანში და მინდოდა რომ აი სწორედ ამიტომაც ჩავედი ქალაქ ქუთაისში, იმიტომ სადაც კულტურა დაიწყო დიდგამე, მინდოდა რომ სწორედ ამ ქალაქში გამეკეთებია ისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ვინაიდან ქალაქი ძალიან გაცლილი არის და აი მინდა გითხრათ რომ მე თვითონ აღთოვანებული ვარ მივაგენი ნამდვილად 18 შესანიშნავ მე ვიტყოდი მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსს ამას ხმამაღლა ვაცხადეთ მე დღეს თქვენ ეთერში ისი მომსწრეს თქვენ ალბათ აუცილებლად რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა მithom ეს კარგია რომ დავიწყეთ ქალაქს აქვს პოტენციალი ამ პოტენციალს გამოვნება ჭირდება და ფაქტიურად მე ისეთ მომენტებში მიხდებოდა მისვლა რომ სადაც არ შეიძლება იქ რო თქვა მუსიკოსები მოგეძებნა მომენტებში მაგრამ იქედანაც კი რამოდენიმე ავიყვანე და მე არ ვლაპარაკობ იმ 4-ულზე და 5-ულზე რომლებიც მე ვფიქრობ ფანტასტიკური მუსიკოსები არიან და სადაც ყველა ქუთაისელია ძალიან კარგი, მით უმეტეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, აი ამ ბოლო პერიოდში, აი ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი ზუსტად სხვადასხვა თანამედროვე სხვადასხვა მიმდინარეობების არაჩვეულებრივი ჯგუფები ყავს, ბენდები, რომლებიც ქუთაისიდან, ბათუმიდან, გორიდან და ასე შემდეგ მოდიან. ბატონ ლევან, ყველაზე ხშირად რომელ თემას იხსენებთ ხოლმე თქვენთვის, აი ხო მარტო როცა რჩებით, ხო რაღაცა სხვა. იცით რა არის მაგნაირი 2 ნაწარმოები მაქვს რა რატომღაც იცი აკუიატებული მაქვს ნუ ხალხ ფოლკლორზე ავლაპარაკობ იმიტომ რომ ფოლკლორს ვისმენ და ეს ყურში მაგამჯდარი მაგრამ რა ძალიან ხშირად უკრავ ხოლმე ძველ თბილისურ რაღაც მომენტებს უკრავ განსაკუთრებით თორსა უცხოეთში ვარ იმიტომ ძალიან მაგონეს თბილისი ჩემთვის ყველაფერია ეს ქალაქი და რაღაც თქვენ გინდათ რომ დავუყო რასაც ვაკეთებდი სასიამოვნო იქნებოდა ნოსტალგია მაქვს მაინც და ძველი თბილისი ნუ მე მოგეხსენებათ ეს თბილისობა და საერთოდ აი ყველაფერს როცა წასული ვარ მივტირი ვარ ხოლმე ამ ქართულ ყველაფერს და სულ ესეთ რაღაც თვალსემლიანი ხანდახან უკრავ ხოლმე იმიტომ ძალიან სიამოვნებს და ნუ ფოლკლორზე ავლაპარაკობ ეს უკვე ურში გამჯდარი მაქვს და მე საერთოდ ბიждები მეგრულ სიმღერებზე მეგრულ ფოლკლორზე ეს და ეს ჩანს კიდე ჭარბად ჩემს შემოქმედებაში ძალიან ხშირად ხო, იმიტომ რომ ექინა კომპოზიციაში ის აფხაზური თემაც მე სპეციალურად თამავს აკეთებ ჯერ თვითონ ძალიან მიყვარს ეს თემა და მეორე და თუნდაც ის ნოსტალგია ის ყველაფერი რო არა ჩვენ შევეხება აფხაზეთთან და აი მინდოდა რაღაცნაირად დამეკავშირებია იცი თუნდაც ვაჟა-ფშაველა აფხაზეთი რაღაც რა თქმა უნდა ეს ძალიან ძნელია მის გაგება მაყურებლებისთვის ისაც ჩაფიქრებული მაქვს მაგრამ თვითონ ძალიან ლამაზად არის გაკეთებული, ასე რომ თავარია მე ვხედავ რომ ეს ასე არის და ეს არის. ბატონ ლევან, თქვენ აღნიშნეთ თავიდან რომ აი რაღაც სხვა თემა მქონდაო მომზადებულიო და რაღაც მე ვაჟა-ფშაველა შევსა. იქნებ ის სხვა თემა შეგვესრულებია. იცით რა ეს ნაწარმოები არის, ნუ მაინც მოგეხსენებათ რომ ჩემ შემოქმედებაში ჭარბობს კლასიკური level ან დასაწყისები, ვინაიდანაც მინდა რომ ცოტა მარტივი ფორმით გადავცე ეს კლასიკურ და ეს რაღაც ნომერ ძალიან ის არის ტემპი.
ძალიან დიდი მადლობა, მე მსურს წარმატება გისურვოთ ხვალინდელ კონცერტზე, რა თქმა უნდა, ევროტურნეში და თავისთავად ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმედია კლავად შევხვდებით, შეიძლება უფრო სხვა ბენდ, ისეთ რაღაც პატარა ბენდთან ერთად მომავალ დროს და კიდევ ერთხელ წარმატება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე კი ამით გემშვიდობებით, ხვალ ზუსტად 2 საათზე შევხვდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორთაჭალაში სტუდია მაესტრო და შოუ ბიზნესის ფაქტურად ყველა წარმომადგენელი მოიხდეს იქ თავს და თემა იქნება ერთი და ყველაზე მთავარი პირატული პროდუქცია, ანუ მეგობრული პროდუქცია რაღაცნაირად უნდა განადგურდეს საქართველოში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია შოუ ბიზნესთან, მის განვითარებასთან. მე კი საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით. Adiós. Შეხვდებით მალე.